საბოლოო ჯამში ქალბატონო ასმათ, აი რას ელოდებით თქვენ 4-ში, როდესაც ვთქვათ გვესმის, აი ასეთი განცხადებები, დიახ. აი ამ რასაც ამბობს მოხდეს საქართველოში. ღმერთმა რისი გულისთვის? აი რატომ უნდა ეხო გეუბნებით ერთი ადამიანის, ქალი იქნება ის, კაცი იქნება, არასწორი აზროვნების იქნება თუ რაც იქნება, იმის არავის სიცოცხლე ამ ამბავს არ უნდა შეეწიროს. არავითარ შემთხვევაში. ყველა იქნება დამნაშავე, ვინც ამაში იღებს მონაწილეობას. არაფრით არ შეიძლება ერთი ქართველი იქნება თუ არა ქართველი თუ ვინც იქნება შეეწიროს ამის საფრთხეს ხედავთ თქვენ? ბატონო? საფრთხეს ხედავთ, ამის საფრთხეს ხედავთ? ნუ რა არის ისეთი გაავებულები არიან ზოგი რომ რაღაც არ მომწონს ეგ ესეთი ასე აგრესიულობა ძალიან ცუდია. აგრესია ძალიან ცუდ გზაზე მიდის, ცუდისკენ მიდის აგრესია. ძალიან თქო ყველას მიყვარხართ ყველა არ იფიქროთ მე ეს მხარე მიყვართ ან ეს მხარე ან იმათი მომხრე ვარ არა სიკეთის მომხრე ვარ სიყვარულის მომხრე ვარ სიმართლის მომხრე ვარ რაც კარგს გააკეთებს ვინც კარგს გააკეთებს იმისი მომხრე ვარ და არაფრით არ ჩაიდინოთ ის რაც მოხდა უკრაინაში რაც მოხდა იქ სხვაგან კიდე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეს ძალადობა, ეს აგრესია, ნუ დაუჯერებთ, ნუ რავის ის გეუბნებათ რომ აბა წავედით. ეს ქართველები ცოტა ესეთები ართ რაღაცა გვაქვს მინუსი, მაგრამ ამიტომ სიყვარულიც ვიცით ქართველებმა კარგი. მოფერებაც ვიცით და ჯობია სიყვარული და მოფერებით მოხდეს ყველაფერი ამ ქვეყანაში და რა ვიცი რა შეიძლება როგორ შეიძლება რომ ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს მე ერთი პერიოდი გამიგია ადრე რო იყო რაღაცა სისხლია საჭირო რომ დაიღვაროს და მე რატო უნდა დაიღვაროს სისხლი და იმის მიხედვით უნდა განსაზღვროს სწორი ვინ იყო და არასწორი ვინ იყო როგორ შეიძლება ადამიანის სისხლი მაგდროს ისი რა ხდება ყველა თუ დანაშაულ ადამიანი ემცხვერპლება ხოლმე ასეთ ამბებს სულ ყველა თუ დანაშაულ ადამიანი დამნაშავეები ყველა იმალებიან მე და უდანაშაულები რჩებიან იქ გასაგებია უღრმესი მადლობა უნდა გითხრათ ქალბატონო ასმათ რომ მოხვდით მე გენაცვალე მერობის კანდიდატის გახდით 12 წლის წინ არა მარტო მერობის დეპუტატობის კანდიდატიც იყავით თავის დროზე დიახ მესამე ადგილზე გახვედით მაშინ 10-12 წლის წინ ხო და 12 წლის წინ მახსოვს ეგ ამბებიც უღრმესი მადლობა უნდა გითხრათ რომ მოხვდით და მოწვევისთვის და რა აი ყველა დაფიქრდით და შვიდად ჩაატარეთ ეს არჩევნებიდან თუ არ გამოვიდა სწორად და არ იქნა მერე ვილაპარაკოთ კიდე დავძე და მერე ვთქვა მე არ მახსოვს ქალბატონო ასმათ როდის ჩაატარდეს საქართველოში არჩევნები და ვინმე მაინც არ აპროტესტებდეს ხოლმე ამას ნუ როცა იგებს ერთი წაგებულს არასოდეს არ მოსწონს ყოველთვის ესე ივან ვიღაცა იტყვის რომ არ იყო სწორი მე გაარჩიო გასო შეიძლება ყველაფერი თავიდან ამოიღო ნახონ რაღაცა თავი ადამიანები ერთმანეთს არ უნდა ამაში აბსოლუტურად გეთანხმებით რომ ადამიანები ერთმანეთს არ უნდა უპირისპირდებოდნენ პოლიტიკური შეხედულებების გამო და ეს არის ძალიან ცუდი და მიუღებელია ეს მომიყევით შემატყებით თუ საქმე კარგად გამოვიდა